მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ GeoStalks და დღეს მე ვიმყოფები ჩვენ დედაქალაქის ერთ-ერთ უნოვლო თავშესაფარში. Სხვათა შორის არ არის სტანდარტული თავშესაფარი, არის უფრო ბირთვულ რადიაციაზე გათვლილი, უფრო გაძლიერებული. შეგახსენებთ, ვიდეოს სპონსორი არის მაღაზია სალაშქრო კუთხე და მაღაზია ვალხალა. ხოლო თქვენ არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, დალაიქება და მეგობრებში გაზიარება. უბრალოდ ნახეთ რამხელა ჰერმეტული კარი არის. თან საკმაოდ კარგად შენახული, აი ამ მექანიზმების მეშვეობით უკეთებოდა ეს ჰერმეტული კარი, რომელიც საკმაოდ დიდ დარტყმას უძლებდა. ეს 1, ეს 2 და ოცნება ეს 3. ანუ 3 ჰერმეტული კარი გადავულოთ, მეჯერ საქართველოში არსად არ მინახება. უბრალოდ 3 უზარმაზარი ჰერმეტული კარი და ეს მხოლოდ პირველი შესასვლელი. ეს არის ცენტრალური ხაზი, სადაც უამრავი მაგალითია. ძირითადად არის რაღაც აღჭურვილობა და ეს შუშის მოდი პირდაპირ თქვათ. და შეიძლება ბევრს მოწონს. აქაც ჩვენ გვაქვს დიდი უზარმაზარი ჰერმეტული კარი 1 და ჰერმეტული კარი 2 და არ არის გამორიცხული იქ რო იყოს მესამე. ხოლო ამ ჰერმეტული კარების თავზე კიდია აი ესეთი აბრა, რომელიც ამართებდა სამოქალაქო თავდაცვის განგაშის დროს და თქვენ შეგეძლოთ ჩასულიყავით თავშესაფარში, უბრალოდ არნიშნებდა რომ თავშესაფარი მზად არის იმისთვის რომ მიიღოს ხალხი. ამ თავშესაფარში არის ერთ-ერთი ოთახი, რომელიც ოდითგანვე იყო საწყობი და ამ საწყობში უამრავი რაღაც დამყარი აღჭურვილობა ალაგია. მაგალითად აი ესეთი აფთიაქი, საბჭოთა დროინდელი, სადაც არის რადიაციის საწინააღმდეგო საშუალებებით კიბელგამაყუჩებელი და ლეგენდის თანახმად აქ უნდა იყოს მოთხი შპრიცი, მაგრამ მე ცხოვრებაში არასდროს არ შემხვედრია საქართველოს არც ერთ თავშესაფარში, არც ესეთ აფთიაქში და არც აი ამ ფერის აფთიაქში, რა ვიცი, შეიძლება მართლა არსებობს, დაწერეთ კომენტარებში, ვერ მეთქვით. ასევე აქ არის ესეთი პორტატული პირადი დოზიმეტრები. დოზიმეტრი არის რეალურად აი ესეთი პატარა რაღაცა ფლომასტერს რო გავს მოწყობილობა, რომელიც ზომას უშუალოდ იმ რადიაციულ ფონს, რომელიც უпростоრად იმ რადიაციის დონეს, რომელიც თქვენმა ორგანიზმმა დააგროვა რადიაციულად დაბინძურებულ გარემოში ყოფნისას. ხოლო აქვე გვერდით ჩვენ გვაქვს რადიომეტრი მოდელი DP5A. ჩემს წინა ვიდეოებში თქვენ გექნებოდათ ნანახი DP5V-ს განხილვა. ეს არის ანუ იმ DP5V-ს, ასე ვთქვათ, პირველი ვერსია. ძალიან გაუბედურებული არის. მოკლედ, ამის აღდგენის ასხაც მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ. ძველი ტელეფონი საველე ტელეფონი, რომელიც საველე კაბელის მეშვეობით უერთდება მეორე ტელეფონს და შეგიძლიათ თქვათ ერთმანეთთან იკონიოთ კავშირი. საქართველოში ამ ტელეფონებს სხვა შორის ჩუსტს ეძახდნენ, არ ვიცი რატომ. აი ეს არის VPHR-ი, ეგრეთ წოდებული, ქიმიური დაზვერვის ნაკრები, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგეძლოთ დაგეზვერათ თუ რა ნივთიერებით არის დაბინძურებული გარემო. აქ მინი ლაბორატორია იყო ჯიბის, ასე ვთქვათ, დღესდღეობით რა თქმა უნდა არ აქტუალურია, ვინაიდან უკვე თანამედროვე მოწყობილობები არის, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფად და ზუსტად გეუბნებიან თუ რა ხდება, ასე ვთქვათ, შენს გარშემო და რა ნივთიერებით არის დაბინძურებული გარემო. ვარაუდობ, ეს არის ქიმიური დაზვერვის ნაკრები, ოღონდ რაღაც უფრო advanced edition-ი. ხო, რაც Pro Max-ი, რომელიც მე სამწუხაროდ არ მაქვს და ვეცდები სამომავლოდ რამე ვიდეო გავაკეთო ამაზე, მაგრამ მუშაობის პრინციპი დაახლოებით იგივე იქნება. შემდეგი ჩვენ გვაქვს რადიაციის საზომი DP2, რომელიც ზომობს უშუალოდ რენტგენს საათში. 0.5 1.5 და 5 რენტგენი, რაც საკმაოდ მაღალი დოზა არის
რადიაციის და ნუ რავი საქართველოში ყოველ შემთხვევაში მსგავს რადიაციის დონე შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი მართლა რაღაცა ძალიან სერიოზული რადიაციული დაბინძურება მოხდა ანუ ის 0.5 რენტგენი და 1 რენტგენი მართლა ძალიან ბევრი არის ამიტომაც ამის გამოყენებას თქვა საყოველთაოდ აზრი არ აქვს თან მაქვს წამოღებული მცირე რადიაციის საზომი ტერა რომელიც მე მაქვს ჯერ კიდევ ჩერნობილის დროიდან და თუ კი რამე რადიაქტიულს აღმოვაჩინავთ ამ საფარში თქვენ ამას ასე ვთქვათ ლაივში ვიდეოში ნახავთ აი ესეთ კუთხეებში ხოლმე ინახება აირწინაღები ეს არის ტიპიური GP5M ტიპის აირწინაღი M იმიტომ რომ აი აქ ეს პატარა მემბრანა აქვს რომ თქვენ შეგიძლიათ რასაც საუბრობთ თქვენი საუბარი გარეთ ისმის რაც მე მგონი უფრო რაღაცა აღჭურვილობის განხილვა გამომივიდა ვიდრე თავშესაფრის მაგრამ ანუ საქართველოში ჯერ ერთი ძალიან დიდი იშვიათობა ისეთი თავშესაფარი რომელშიც არის ასე ამდენი აღჭურვილობა პლუს ანტიაშუქი მოკლედ ექსკლუზივი გვაქვს ჩვენ დღეს აქ არის ესე იგი დახურული სუნთქვის სისტემის აირწინაღები გექნებოდათ ალბათ ჩემს ძველ ვიდეოებში ნანახი ანუ არის ესეთი აირწინაღი რომელიც აი ამ მილაკის მეშვეობით უერთდება ესეთ რაღაცას რომელიც ზურგჩანთის სახით უნდა ყოფილიყო თქვენს ზურგზე მოკლედ ეს არის დახურული სუნთქვის სისტემის აირწინაღი და ესე იგი ავიღოთ აირწინაღი ჩვეულებრივი რომელიც იკეთდება სახეზე და ამ მილაკის მეშვეობით იგი უერთდება ესეთ პატარა ზურგჩანთას სადაც შუაში არის რეკუპერაციის კაფსულა რომელიც ნახშირო ჟანგს გადაამუშავებს ჟანგბადად ეხლა ეს არის დაზიანებული კი არა და ნუ რავი თვითონაც ხედავთ ანუ სინესტის გამო რას დაემსგავსა იდეაში ამის ჩაყრა წყალში არის კატეგორიულად აკრძალული იმ ხრივ რომ ეს კაფსულა წყალთან შეხების დროს ეგრევე ფეთქდება დიდ თავშესაფრებში სხვათა შორის არის აი ესეთი დიდი ფილტრები რომლებსაც აქვთ აი ეს რეკუპერაციის ფუნქცია შეთავსებული ეს არის უბრალოდ პორტატული რომელსაც თქვენ რამდენიმე საათის მეშვეობით გადაადგილებთ ასე თქვა თქვენ ზურგზე და რავი კიდე ბევრი ჩემთვის უცნობი რამე ღრია ამ საწყობში მაგრამ მოდით გადავიდეთ სხვა ოთახებში წავედით ახლა გვერდზე ოთახში აქაც რაღაცა საწყობი არის მაგრამ აქ უფრო ტექნიკური საშუალებები არის ძველი ვინილების საკრავი საბჭოთა ესეც მისი გამაძლიერებელი ჩამხუტები რომელსაც აწერია მეშახტე 1 მოდელი არის რომელსაც გარშემო აქვს აი ესეთი პასიური ყურის დამცავები ახლა ვინც ისვრით იარაღს იცით რისთვის არის ეს ყურები მაგრამ ეს არის პასიური ყურის დაცვა ძველი აირწინაღის ფილტრები რომელსაც ძალიან ხშირად იყენებს ხალხი და გონიათ რომ ყველაფერი კარგად არის ხალხ არ გამოიყენოთ ეს ფილტრები ჯერთი ვადა გაუვიდათ ხო მე მაშინ არ ვიყავი ჯერ კიდევ დაბადებული და პლუს ბევრ ამ ფილტრში არის ასბესტის მაღალი შემცველობა რაც თქვენ ფილტრებს პირდაპირ აზიანებს და მოდით გადავინახოთ შემდეგ ოთახში აი აქაც თქვენ ხედავთ რომ არის უამრავი სავენტილაციო დანადგარი 1 2 3 4 რომლებიც ეხმარებოდნენ ამ თავშესაფარს სასწრაფოდ განიავებაში ეს არის ამ თავშესაფრის ფილტრ სავენტილაციო სისტემა როგორც ესია საბჭოთა ბუნკერებში ამას ცალკე ოთახი ეძღვნებოდა ასე ვთქვათ და უბრალოდ ნახეთ რამდენი ფილტრი და ზრავი არის აქ დამონტაჟებული აი მაგალითად იმ შემთხვევაში თუ იყო ელექტროენერგია შეგეძლოთ ესე ხელით დაგეტრიალებინათ და გაგენიავებინათ ეს ოთახები შეიძლება მუშაობდეს კიდევაც ეს არ მუშაობს მაგრამ მე მგონი გვერდითა მუშაობს როგორც იძახის დაუდგენელი პიროვნება
დაახლოებით ესე მუშაობდა ამ თავშესაფრის ვენტილირების სისტემა და მოდით გადავიდასვლოთ შემდეგ ოთახში. მე რა თქმა უნდა არანაირად არ მოგიწოდეთ დაათვალიეროთ მსგავსი ნაგებობები, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ჯანმრთელობას და თქვენ სიცოცხლეს შეუქმნათ საკმაოდ დიდი ზიანი, ამიტომაც ვიყურეთ ჩვენს პროფესიონალებს, რომლებიც ვიცით სად ვართ და ვისთვის ვართ. რა თქმა უნდა არ არსებობს არც ერთი თავშესაფარი, რომელსაც არ აქვს საპირფარეშო. აქ ფილმი ხერხი თუ გაქვს ნანახი რაღაც მსგავსი ვაიბი არის და აქ არის უშუალოდ საპირფარეშო და ძალიან საინტერესო ფაქტი არის თავშესაფრების საპირფარეშოებს. სოფლის ტუალეტი ხო იცით როგორც არის მოწყობილი, ანუ ქვემოთ არის დიდი ორმო, სადაც ეს მთელი ფეკალიები გროვდება. ოღონდ ბუნკერების შემთხვევაში აქ არის სპეციალური ტუმბო, რომელსაც დააჭერთ ღილაკს და ამ ყველაფერს ამოტუმბავს მერე საქალაქო კანალიზაციაში. ესეც სახანძრო სტენდი, იდეაში რომელიც თავშესაფარი ამის გარეშე შეიძლება რომ იყოს. ამ ეგრეთ წოდებულ ვედრას აი ესეთი კონუსის ფორმა რატო აქვს? თუ იცით დაწერეთ კომენტარებში, მე კი ვიცი, უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. ესეც მეორე საფირფარეშო აქაც დაახლოებით იგივე სიტუაცია არის. ზემოთ თუ დააკვირდებით არის წყლის ავზები, სადაც იყო საკმარისი რაოდენობა წყლის იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ თავშესაფარში იმალებოდა. მოკლედ ამით ამ თავშესაფრის დათვალიერება დასრულებული არის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დასვით ლაიქი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ორ დაუდგენელ პიროვნებას. მომავალ შეხვედრამდე.